პატარაძესთან. გავესაუბროთ ჩვენი პრობლემის შესახებ. საზადია სამიძე ხელვაჩაურის მერი გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობიდან და მოქალაქეები თხოვენ მას დახმარებას. თხოვენ რომ უშუამდგომლოს მათ ზურაბ პატარაძესთან შესახვედრად. საზადია სამიძე ხელვაჩაურის მერი გამოვიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან. მოქალაქეებმა მას თხოვეს დახმარება, კერძოდ თხოვეს რომ უშუამდგომლოს და შეახვედროს ისინი ზურაბ პატარაძეს, რომელიც არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ახლა ცდილობენ რომ დაელაპარაკონ დაცვას შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ანუ მოქალაქეებს სამსახურს ვერ მიმართავს, უნდა მიეცნოს უმაღლესი საბჭოს წევრებთან იხმენ ისინი შეხვედრას. სხდომა დასრულებულია, მთავრობა დაამტკიცეს? ჯერობით არის. როგორც ხედავთ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან იმყოფებიან სუვენირებით მოვაჭრეები, ისინი ბულვარში ვაჭრობენ და საიჯარო წესით ჰქონდათ მიღებული ტერიტორიები, რომლებსაც იყენებდნენ, სარგებლობაში ჰქონდათ ეს ტერიტორიები, აქ ჰქონდათ განთავსებული ჯიშხურები, სადაც სუვენირებით და ნატურალური წვენებით ვაჭრობდნენ და ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი შემოსავალი მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მას შემდეგ კი რაც მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბულვარი გაათავისუფლოს ვადაგასული, შეიძლება ასე ითქვას, იგულისხმება საიჯარო ხელშეკრულებები, ამ ობიექტებისგან გაათავისუფლოს ბულვარი, ეს მოქალაქეები დარჩნენ სამსახურის გარეშე ფაქტობრივად. ეს იყო მათი ერთადერთი შემოსავალი, როგორც ისინი აცხადებდნენ. მათ დღეს დაიწყეს საპროტესტო აქცია შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებებს და სურთ, რომ თავისი ხმა გააგონონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ამიტომ შეკრებილები იყვნენ შეკვეთილში, შემდეგ კი გადმოინაცვლეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, რადგან იციან, რომ დღეს აქ იმართება სხდომა, უნდა დაამტკიცონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და ასევე უნდა დაამტკიცონ აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მინისტრები არ იცვლებიან და იგივე შემადგენლობით უყრის კენჭს უმაღლესი საბჭო მთავრობის დამტკიცებას. მე ახლა შევეცდები აქ შეკრებილებს გავესაუბროთ. ლაივში მინდა ჩაგრთოთ. ვერ ჩაგვერთვებით, კარგი. თქვენ ჩაგვერთვებით ლაივში, რომ გითხრათ კიდევ ერთხელ თქვენი პრობლემის შესახებ და ვის გინდათ რომ უშუალოდ გაესაუბროთ. ვინ გეუბნებათ, ვისთან გქონდათ კომუნიკაცია?
საკრებულოს თავმჯდომარე ივანიშვილთან დავითთან ვიყავით ისინი მეორე ლეგიაში და ხომ არის მეზეთის რეჟიმი და ჩვენ დავუსვით როცა აი ასეთ ხალხები რომლებიც აი დღიდან დღემდე თავის განმისთვის მუშაობენ და უმეტესად ჩვენ ავართ ესე ვთქვათ დიდი ნაწილები ჩვენ ხელმოკლების სუვენირები ნატურალური წვენები აი ამაზე ვიყავით დასაქმებული და მართლა დღიდან დღემდე თვითონ გაატანაზე ვმუშაობთ და დავუსვით ესეთი კითხვა რომ ნუ თოა მანამდე არ უნდა გეფიქრათ სანამ ამას გააკეთებთ რამდენი ფიქრის რეჟიმი გაჭირებულ ადამიანებს ეს არის როგორც აი რაღაც განსაცდელში ჩავარდნილ ხალხს ზემოდან გვაკვირდება ჯერ ისეთი სანამ აიღებდნენ მანამდე უნდა იფიქროთ ჩვენზე რას გვიპირებდნენ იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან წლები ვართ ამ საქმეში დასაქმებული რა კატეგორიის ხალხი მუშაობთ ეხლა ადამიანი როცა იანვარში ზამთარში წვიმაში ქუჩაში მუშაობს ხო ვერ წარმომიდგენია დავხენილი ადამიანი გამოვიდეს და ტილაში იმუშაოს და ისეთი სიტუაცია წავიდა რომ ხელები ისეთი ვარიანტი მქონდა პირადად მე რომ მომხარებელს ფუგასაც ვერ უყურებდი და ვთხოვდი რომ შემოწმებდი ჩემიდან და ხოდარი ამ დეტალებს ვიყავ იციან სინამდვილეში ვინც ამას აზრებს უბრალოდ ხალხი ვართ მაგრამ რატომღაც ისევ ფიქრის რეჟიმში არის და ხა ეს ფიქრის რეჟიმი 3 და 4 თვე ჯერ მანამდე უნდა ეფიქროთ ვიცით ჩვენ რასაც ნიშნავს ეს ჩვენს არავინ არ ვიქნა ასე ჩანს ამ წუთას ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ერთი თვის უკან ვიყავით ბატონ ციცაძეს და ზუსტად 30 დღე მივეცით ერთი თვე იმისთვის რომ კიდე არა კი არა აი რაღაცა ეთქვა ჩვენთვის რა რეჟიმზე ხარ გადასული აი შევთავაზეთ რომ როცა გავნებით მიზეზად რომ უნებართო თქვენ უნდა მოგცეთ ნებართვა ხო იმიტომ რომ ჩვენ ვართ შეიძლება სხვა რაღაც დარგოები ქონდა დაუშვათ ამბობენ რომ ეხაც 10 წელი არის ხე და ჩვენ ყოველ წელს პირდაპირ წესის იჯარები იყო 2018 წლიდან განსახადი რეგისტრებოდა და ვიხდიდით აუქციონის წესებზე გადავედით იქაც ვიხდიდით ანუ როცა დეკემბერში გამიგავდა და იმ წუთას დავწერე წერილი ყველამ ერთად მივმართეთ რომ ისე გაიგრძელებინა ჩვენთვის ეს სამუშაო ის და აუქციონის წესი იქნება თუ პირდაპირ წესი იჯარი რომ კანონიერ ფარგლებში ისე მოქცეული იყო ეს და თუ რაიმე დარგომა და თქვენ პირველად გაზოთ ინტერვიუს და იმის ხაზგასმა მივიდა როცა ამბობენ აი ძალიან ესე რა ქვია საზეიმოში რომ აი უსახური შენობები აწყვეტ 2018 წელს პირადად ჩემი მუჟისოლები სადაც ხდებოდა ნატურალური წვენების რეალიზება ეს იყო მერის გადმოცემული ექსკიზი და მეტრი სანტიმეტრში იყო გაკეთებული ანუ თუ კი იმაზეც თანახმად მერიასთან შეთანხმებით შესაბამისი ესკიზი იმასაც თანახმად და დაუშვათ ვიძახი გავიდა ის მე 2018 წელს წელია გასული და დაუშვათ უპირატესი სიახლეებია ხო კი ბატონო რატომ მოდიხარ და ვიღებ და ვტოვებ უმუშევარი ადამიანებს და ზოგი ოჯახიდან 2-3 პიროვნებას დავტოვეს იმიტომ რომ იცით რომ მასიური აგრესიული წმენდა მოხდა და რატომ ტოვებ ესე უმუშევარი მოდი და გითხარი რომ აი განვაახლოთ ჯერ ხო შეიძლება და იმის მიზეზად აქედან მივიდა ბატონ ლუკას მერის მოადგილეს როცა გითხარ რომ 7 წლის უკან რომ მუშაობდით ის იმედი კიდე იმუშავდი ბატონო გავგუგლეთ თქვენი სახელი და გვარი და მე მგონი ხართ 2003 თუ 5 წლიდან ამ საქმეში და ძალიან მინდა რომ დიდხანი იყოს ჯამთელი ძალიან ბევრი წლები გქონდეთ იმის შესაძლებლობა რომ თქვენ შვილებს ყავდეთ ჯამთელი და შრომის უნარო რა ვიცი სიცოცხლის ბოლო წამამდე მინდათ რომ იყო და მას გულით გისურვეთ რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ვთქვათ რომ 7 წლის უკან რო იყო ზოგ შვილები შეეძინა ზოგის ბავშვი უნივერსიტეტში შევიდა ზოგი ქირიდროს ხოლმე ისევ ქირიდროს პირადად 25 წელია ანუ დაგუგლეთ და ნახეთ რომ თვითონ ბატონი ნუკრიც უკვე დიდი ხანია მერიაში მუშაობს ხო დიდი ხანია და მე რაიმე საკითხი არ მინდა რომ დაკნინებად მიიღონ მინიმუმ ეს ჩემი კომენტარი უბრალოდ რისთვის უსო ამას ხარ აიო თქვენ ხო მე გეხმარები და შუამავლობას გაგიწევთ რა ხო ეს სანტასუფთავებაში თუ რაღაც ესეთი რაღაც გითხრა და ნუკრი დეკანაძე კი ბატონო მეგობარი მყავს სანტასუფთავებაში უკარგესი ადამიანი და ვიცი რომ სანტასუფთავებაში კი ესე არ არის რომ 2000 კაცი რომუშავარი დავყავდა სანტასუფ მე კი არ მეკი დიდი სიამოვნები უნებაზე შეხება მიყვარს სიამოვნები დავგვი მეზოსაც იგაზე 2000 ადამიანის ილუზია თუ გაქვთ რომ დაგვასაკუთრებთ ახლა სანდასუფთავებაში და გამწვანებაში და ყავლის დარგვა არ ვიცი და რისი კეთებაც ვიცი და ვაკეთებ 2012 წელს და იმის გაკეთების შესაძლებლობა მომეცით რაც არ ვიცი იმას ახლა არის ქალბატონი აგერ არის ჩვენთან ქალბატონი ქსოვა ის ულამაზეს ბაჩუჩებს და იმ გესხსოვს ახლა იმ ქალბატონს ყავლის დარგვას რო დავაზოთ მიეცი ეს მთელი ცხოვრება რაზეც ისწავლა და დახარჯა ულამაზეს ჩანთებს ქმნიან რა ქალბატონები ქართული იმის რა ქვია წარწერების და რა რეკლამას უწევთ პირიქით ყველა ყოფილი იყო ცოტა მეტი რომ
მოგითხრათ ამ ნუკრი დეკანაძესთან შეხვედრაზე. ანუ ნუკრი დეკანაძის პასუხი იყო, რომ 2007 წლიდან აქ ხართ და ეხლა რა გეგონათ რაღაც მსგავსი. ასე გითხრა პირდაპირ ეხლა იმედია რო არ ყავს მითხრა ესე რომ როგორ გონია თუ 7 წლის უკან ვიყავი თუ ისევ იქნები თუ ანუ ისევ იქ გინდათ ყოფნაო ესეთი რაღაცა გქონდა მე მაქვს პრეტენზია რომ ისევ ვიმუშაო იმიტომ არ მგონია რომ იმასაც შეყოდა კიდევ 100 წელსაც რომ იყო არ მოვდივარ თავრობასთან სოციალურ დახმარებას არ ვითხოვ პირიქით მადლიერი უნდა ეს იყო ჩვენ დაქირავებული მუშები არიან ხო ჩვენ უნდა გვემსახურა და არ მოვდივარ მიუხედავად იმისა რომ 25 წელი პირიქით ცხოვრობ არ გაწუხებ არ ვითხოვი არასოდეს სოციალური დახმარება იმიტომ რომ მაქვს იმის ჯანმრთელობა რომ ვიმუშაო და მომეცი იმის შესაძლებლობა რაც შემიძლია ის გავაკეთო ეხლა ახალი მგეს მუშექმნის რა ქვია და არარეალურ საქმეებს რომელსაც სადაც მე რომ გადაგვაგუროს და დაგვასაკუთროს 2000 კაცი ვარ ეხლა და კი ბატონო თუ აქ ეს 2000 კაცი სადასუფთავებაში ისე ვიცი რომ არა არც მანდ ეხლა და ძალიან აგდებულად მოიხსენებენ მაგ სამსახურს უმნიშვნელოვანესი სამსახურია მაგრამ არ არის ადგილები ხო არა აგდებულად რატომ უნდა მოვიხსენიოთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აბარია მნიშვნელოვანი საქმე კი ბატონო იცით ერთი რაღაც მინდა კიდევ ანუ თქვენ როგორც აღნიშნეთ თანახმახართ თუ იქნება საჭირო ახალი ვიზუალი იქ რაღაც გენგეგმასთან შესაბამისი ვიზუალი შექმნა ეს ამას რო დაემორჩილოთ კი ბატონო ჩვენ ესეც შევთავაზეთ რომ ვინაიდან ჩვენ ვართ ადამიანები წლები ამ სფეროში ვართ ჩართულები მოდით გაგვესაუბრეთ აი არქიტექტორი მუშაობს რაზე მუშაობს ქუჩა არის ის რომელი ქუჩა არის ნიშა ქუჩა შემოხსოვდა მოგეთ მელიქიშვილი ჯიხურია დადგა იქ თანხის ჩადებას აზრი არ არის მელიქიშვილზე სად შეიძლება დადგათ ტბასთან სადღაც მელიქიშვილი კიდე რომელი ქუჩა არის აი ტბის ისა არა დადგმას არ ვთავაზობ თითო ორი ჯიხური იქო გათამაშდება აუქციონი ჯერ ვართ ეხა მარტო გოგებაშვილის ქუჩიდან 35 ჯიხური ვართ ეხა რამდენს განათავაზეთ ანუ დასწრაფი როცა იძახე რომ არქიტექტორი და რაღაცა გვისაუბროს ჩვენ იგივე დიზაინზე შეგვიძლია საუბარი იგივე ლოკაციებზე რომელი არის ტურისტულად უკვე ამუშავებული და ჩვენს მიერ ამუშავებული ზონები გაგვესაუბრა არა იმიტომ არ აქვს ნებაში არც იგეგმება რაიმეს ჩვენთვის შემოთავაზება დიდი მადლობა თქვენი სახელი რომ გითხრათ მადლობა აქციის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა ბათუმელების ლაივში აქ ისევ მიმდინარეობს შეიძლება ასე ითქვას მოლაპარაკება დაცვასთან შესვლასთან დაკავშირებით მე ასე ვფიქრობ რომ ასე ვფიქრობ ახლა ჩემი გადმოსახედიდან რომ ახლა სამთავრობო ხალხი ზის აქ და არ ამგონია რომ ჩვენი გულის ტკივილი არ მიიტანოს ახლა და ერთიდან ერთმა მაინც ერთ-ერთმა ადამიანმა ჩადგეს ჩვენ მდგომარეობაში უბრალოდ მეც არაფერს არ ვიტყვი ჩვენ აქ საჩხუბრად არ ვართ რა პასუხი მიიღეთ ბატონო ვერჩი რო და სამსახურიდან ანუ პასუხი მიიღეთ რომ ეს არ არის მაგის ადგილი რომ მიმეშეფდეს შესაბამისად არც გასულს არ არის შეხვედრა და რა იმასთან არ ყოფილა რომ ხალხია ელოდება ხალხი გარეთ და შინი არავის არ უქმია ანუ შეუტანეს უმაღლეს საბჭოს ამბავი და ეს პასუხი შემოთვლილია მათგან თუ არ შესულა ამბავი არავინ არ მიდის რომ თქვენ ხო ისე გავთვალდებული რომ პენსიას მიმართებ და სხვა ორ დღეში სამ თვე გავიდე და სამ დღეში ხილა გაიძილებული ვარ დავიდე და რომ გამოვა დაელოდოთ ხო არ ვიღებს კაბინეტში არ ვიღებს კი არა უფრო არ გადაცენ რომ ვიღოს შესაძლებელია მივიღოს მაგრამ ხომ გადაცენ ვინმე თუმცა არსებობს მეორე კარი, უკანა კარი, რითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს. დამტკიცების დღეს, განხილვის დღეს ადამიანი უკანა კარებიდან გავიდეს. არ მგონია. ასეთი არაერთი შემთხვევა გინახავს ბატონო, რატომ გაქვთ ამის მოლოდინი? მინახავს, ეგეთი, მაგრამ დღეს ხალხთან სამი თვის განმავლობაში ჩვენ ავდივართ, ვესაუბრებით და ხო მოვდივარ და ეს ანუ ამ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ამას არავინ არ იკადრებს, ხო? ანუ არ იკადრებს ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც 14 წლის განმავლობაში არაერთი დაპირებით. ანუ დარწმუნებული ხართ რომ გამოვლენ და დაგელაპარაკეთ. ეს ხო ჩვენი მთავრობაა და მე არ მგონია რომ ვთქვათ ასე უყურადღებული იყო ჩვენ არ გაქვს ეს პასუხი რა გვინდა გვერდში დგომა გასხოვ ჩვენ სოციალურს არ ვიტხოვ და არაფერს არ ვიტხოვ სამსახურს ვეუბნებიან თავაზობენ რომ თქვენ დაგასაქმეთ ვასილად რა უნდა დავსაქმოთ გავიდეს და მოსახლეობას არ სადაა დასაქმებული ხალხი იმდენი დაუსაქმებელები იყავს და ჩვენ გვასაქმებთ ანუ თქვენ არ გაქვთ ეს პირველი აქცია უკვე მერამდენი აქცია და რა კომუნიკაცია გქონდათ რადგან გააქვთ იმედი რომ
რომ რაღაცა დაიწყო უკვე ეს მოლაპარაკებები? ვახსენე და კიდევ ერთხელ ვამბობ, 3 თვეა თებერვლიდან დავდივართ აქ არა მერიაში, აი შეკვეთილში პარაგრაფში სამთავრობოსთან და ვითხოვთ ერთი და იმავეს. დაგვიბრუნეს ჩვენი ჯიხურები, ვამუშავოთ. ახლა მოდის 10,000-იან იმაზე არის აუქციონებზე საუბარი და ახლა ჩვენ არ ვართ ისეთი ისინი ადამიანები რომ ამ ხელთანხის პატრონები ვიყოთ. უბრალოდ თავი გავქონდეთ, იქ მეტი არაფერი არ იყო. ანუ ფიქრობთ რომ აუქციონზე შესვლას და კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებთ? არ ვამბობ რომ ყველა დავжეთ იქ და ყველა ვიყოთ. ისეთი თანხა იყოს რომ ამ გაჭირებულმა ხალხმა შევძლოთ ამის გადახდა. მე იმას ვამბობ. თუ არა მივა და დავжდები და იმას არა. უბრალოდ იყოს ისეთი თანხა რომ ჩვენნაირმა ადამიანებმა მიუწვდეს ხელი. 3 თვეა ახლა, აი ნახე, არანაირი ალტერნატივა არ მოხდეს. როიღებ ამ ჯიხურებს 3 თვის განმავლობაში არ უნდა იფიქრო შენი მოსახლეობა სადმე ყავს. სად არის? კი, არა, წაღანაც ვახსენე მე. არის მე მოვითმინე საბანკო ვალდებულებამ არ მოითმინა. 800 ლარიან და 1000 ლარიან სამსახურს რომ თავაზო. და 2000 ლარს ბანკში ვიხდი. საიდან უნდა გადავიხადო? ახლა მეტყვით მეუღლეც ქუჩაში იყო ჩემთან ერთად. ისიც გამოუშვეს. და რას ვთავაზობ თქვენ? გაჩერდიო, არ უნდა შემხდე? თქვენ სახელმწიფო ხართ, თქვენ ვალდებული ხართ, გამოხვიდეთ და პასუხი გაგვცეთ ყველას. მე არ მიხარია რომ ვდგავ და რას ვითხოვ? დამასაქმე, მამუშავე. ჩვენი წამოწყებული საქმეა იქ. აი ნახე კიდევ რა არის რომ არ მოხდეს გოგებაშვილის მინდებარი ტერიტორია. გოგებაშვილის მინდებარი ტერიტორია, იმიტომ კი არ გინდა რომ ჩვენ ბაბუამ და ბებიამ დაგვიტოვა. არა, იქ არის ტურისტული ქვეყანა. ისა ტურისტული ზოლია. და იმიტომ იქ არის, იქ მოდის. გინდათ ევროპული სტანდარტები, გააკეთეთ ევროპული სტანდარტები და შეგიწყობთ ჩვენ ხელს. ჩვენ ხო აგეუბნებით არ გეწინააღმდეგებით არაფერზე. მოვდივართ. ჩვენც მოვდივართ. ჩვენ არ გეუბნებით იმას რომ ყველაფერში მართლები ვართ. ჩვენი მხრიდანაც იქნება დათმობა, თქვენი მხრიდანაც იყოს. აი შემოსასვლელშიო ესეთი ამბავი იყო. აი გაიარეთ ახლა საღამოს და რა ამბავი იქნება ნახავთ თქვენ. რა ადამიანმა სუვენირი თუ იყიდა და სუვენირები ჯიხური ხელს უშლიდა იქა 29 ჯიხური ხელს უშლიდა იქა არ უშლიდა პირიქით დასაქმებული ადამიანი ყავდა თქვენი და ამდენი კიდევ რამდენია კიდევ ადამიანი რომ ვინცა რა ქვია ჩამოსაზრდო ბულვარში სკამზე დაგიდებს ხელნაკეთს იმ ადამიანს უჭირს ქუჩაში რომ ადამიანი გამოვა და რაღაცას გაყიდის იმ ადამიანს უჭირს და სულ არ მინდა მასე გამოვიდა ზურა ჭურკვეიძე შევხვდა ბუდიში მერიაში იყო არაერთი შეხვედრა მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს სამი თვეა დავიწყე აი ერთთან ერის მოადგილესთან ეს წინა ზურას ადგილზე რო იყო ხოლმე შევხვდა და ვიზინა ივანიშვილთან ვიყავ ჩვენ ჩასული და იმის მერე შევხვდნენ მანამდე არ შევხვდნენ მერე შევხვდნენ მაგრამ არანაირი პასუხი არა ჩვენ რაზედაც ნახე პასუხი არის რა ჩვენ რაზედაც ვართ და ჩვენი საქმე სუვენირის ჩვენ სუვენირზე მუშაობთ ახი ამასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისად არანაირს არ გვეუბნებით თქო აქ იქნება ან რამდენი იქნება არაფერს მუშაობა მიმდინარეობს და 3 თვეა დავდივართ დავსეინოთ ასე რომ ვთქვა და არ გვესეინოთ ხოლმე მუშაობა ჩვენ მინდა კანონიერად მუშაობა და ყველაფერს თავაზობთ ძალიან ბევრ რაღაცაზე მივდივართ რაცაც არავინ არ ვიყურებს და არავინ არ გვეუბნები რომ არ იქნება გასაგება მე როგორც უმაღლეს საბჭოს აპარატს ბათუმელები ჩვენ ქართველები და ჩვენ როგორც მინდა არა როგორც ბათუმს ჭირდება როგორც ბიზნეს ჭირდება როგორც ოჯახი ჭირდება აი ესე უნდა მოვიდეთ გასაგება მე ვგორ ეხლა მიმდინარეობს კომიტეტის სტომები ფიზიკურად ამ ფორმატით სამი თვეა ბატონზორაბ სამი თვეა რაც ითხოვენ ეს ადამიანები არაერთ უწყებას მიაკითხეს და ვერ მიიღეს პასუხი ზადავის რო შევხვდეთ აბსაკიდან დაკავშირებით და გაგესაუბრეთ ამ წუთში კომიტეტის სტომებიდან გამომდინარე რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება აქ შეხვედრა ფიზიკურად ვერ მოხდა მანამდე რატო ვერ გადაწყვიტა ბათუმის მერმა მანამდე რატო ვერ გადაწყვიტა რას გვიტყვის იგივე სადაც გითხარი ამიტომ ხო ადამიანები გეუბნებიან იმას რომ 3 თვის განმავლობაში ბათუმის მერმა პრობლემა ვერ გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ რა შეხვედრა რა შედეგს გამოიღებს
არა თქვენ გამოხვედით ახლა პასუხისმგებლობა აიღეთ რომ ამ ადამიანებს უპასუხებთ ამ კითხვებზე და ამიტომ გეკითხებით ჩვენ სხვა კითხვებზე ვერ უპასუხებ გარდა იმისა რომ მე ვინ ზადარის ოქროს შეხვდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და საქმის კურსში ჩაგაყენეთ რომ ეხლა კომიტეტის კონვენციას და ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანთან შეხვედრაც გვინდათ როდის მოხერხდება მაგასთან შეხვედრაზე მხოლოდ ბათუმის მერი შეხვდება დაგვინიშნა შეხვედრა მერმა რომ მოვიდა მაგის რომ ვიყავით მსული არ შეხვდა ვერ შეხვდა არ ვიცი ზუსტად შეხვდა მოადგილე მერის მოადგილე რაზედაც ვისაუბრეთ და ჩვენ ველოდებოდით კონკრეტულ ადგილებს, კონკრეტულ ობიექტებზე საუბარს და ვესაუბრა დასაქმებაზე. ანუ რომ ჩვენ გვაქვს თქვენ თუ გიჭირთ, თქვენ თუ რა ქვია პრობლემები გაქვთ და ბანკები გაქვთ, შემოგთავაზა ალტერნატივა სამსახური, სხვადასხვა გასუფთავებაში, რა ვიცი, იმაში ახლა გამწვანებაში და კიდე გვაქვს სხვადასხვა ეს. ანუ ესეთი შეურაცხყოფა, ჩვენ შეურაცხყოფა მოვაყენე რა ქვია აგვყარეს არანაირი შეთავაზება მე სამეთვია დავდივარ ვეხვეწებით და ავილაპარაკოთ გავისაუბროთ და მივედით შეგვახვედრა მერის მოადგილე და დასაქმება არა ვარ ჩვენ მაგალითად რომ კიდევ ერთხელ რაც მე ვიცი ბატონი გიორგი შეხვდებათ ეხლა ქალაქის არა მე დავუშვათ საერთოდ შეხვედრაზე მოესწრება და გიორგი როდის შეხვდება იცი რა ერთი წუთით ამ პროცესში მინდა ხო ბათუმში გადავზარდეთ თქვენ ხო გაქვთ ხსნომები უკაცრავად დიდი პოდია ჩვენი საქმე მდგომარეობაში მიიტანეთ ჩვენი საქმე გუნდა მარტო სხვათა ეს საქმე მიიტანეთ რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი ხართ აქ ხო გაქვთ ხდომები ხო განიხილავთ ყველაფერს კომიტეტის ყველა თქვენი სიტყვა შეგვაწიეთ კომიტეტის ხდომები მოიწვია იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც წესრიგში შესაბამისად ჩასვით დღის წესრიგში ჩვენი თემაც ჩასვით რატო არ განიხილება იმიტომ რომ მე დასაქმებული ადამიანები ხავთ იქ რატო არა დიდი პატივისცემა მაქვს ყველას ასე თქვი არ განიხილება მაგრამ აი თუ იმისთვის კეთდება იგი რომ ამ ადგილს მოვშორდეთ და გადავიდეთ და შევხვდეთ და არაფერი მივიღოთ იქიდან მაშინ იძულებული ვართ უფრო მეტი სხვანაირად მოვიცეთ გამიგედა თუ პასუხს დაგვახვედრებს ისეც რომ აი კი მე თქვენთვის მუშაობენ როგორც გვეუბნებიან მაგრამ არა ჩვენთვის ანუ საერთოდ რაღაცა ხუთ ობიექტზე საუბრობენ რომელსაც აუქციონით გამოვაო და ვერც მოვიგებთ და აუქციონით რომ 130-ში და რა ვიცი ბიუჯეტში შეიცვალა ჩვენთვის არაფერი ესე რაღაცა უნდა დავესაუბროთ აი გიშლიდათ რამის აი გოგებაშვილის ქუჩაზე აი თქვენ პირადად აი როგორც მოქალაქე ისე გეკითხები აი არა არაფერი უბრალოდ გეკითხები როგორც მოქალაქე გოგებაშვილის ქუჩაზე გადავარ აი დიდი პატივისცემის რა ქვია მაგრამ იქ თუ ისავე ისეთი შეურაცხყოფა უაყენდა პასუხი არ გაქვს ამიგე მე ეს იქნება რა ვიცი ყველაფერი მე რასაც ვფიქრობ პასუხისგებლად არ უნდა აიღოს ამ ყველაფერზე მაინც ეხლა უნდა გადავზარდეთ ეხლა ეხლა ვისთან პატარაძე ზურაბ თავმჯდომარეს კანდიდატის დამტკიცების საკითხი განიხილება და ეხლა ფიზიკურად ამ ფორმატში ვიმიღეთ გავიგეთ სხვა დროს სხვა დროს და ხვალ მე ვერ გაგცემთ ეს პასუხს აი იმიტომ რომ იქ ძველი ვიცი ყოთამაზაშვილთან ერთი თვე ვიყავი და ისე დავტოვა ერთი რაც ზუსტად გაიგე დაგვრია სამეული დანგრეული დავტოვა ასე დავტოვა და ახლა ახალი ყოს და იმახას მაინც ვკითხოთ ეს ანგრეულ სამი თვე რომ შენ მოქალაქეს არ შეხვდეთ ხა რა ვქენით და გაგესაუბრეთ და ცოტა ჩვენც სამი თვე როგორ არ უნდა შეხვდე შენ მოქალაქეს აი უბრალოდ აი თქვათ რომ მე აი სამი თვე შენ კარებთან დადის და გულთან როგორ არ უნდა მოიტანო ეს მდგომარეობა მე მაგას ვამბობ ახლა უბრალოდ იმიტომ რომ მოძალებული მაქვს უკვე ყველა ადამიანს მოძალებული გვაქვს ეს გაჭირვება აი ის მოხდება აი როგორც მოხდა ზუგდიდში ბანკებზე რომ მეაკითხა ბანკმა სახში ხო აი ის მდგომარეობა იქ ზუსტად ის დამტკიცდება ჩვენ მეოთხე თვეს ჩვენ ამას ჩვენ გადაჭარბებულად არ ვსაუბრობთ სიმართლეს ვამბობ ხო რომ კიდევ ისე 25 წელი მეოთხე თვეა უკვე სახლის მეპატრონეს თხოვ იცის რომ წლები ვიყავი 2012-დან დასაქმებული და თხოვ იმ ადამიანს და კარგი 3-4 თვე გამიძლო მაგრამ სამი პატარა მცირეწლოვანი შვილი იყო იმას
ამას იმიტომ ყავს ის მდგმური რომ რაღაც შემოსავალი ხონდეს და ხვალზე ვერ გამიგებს და ეხა გამოდის რომ მე პლედების ალბათ უფლებასაც არ მოგცემენ აქ უნდა და მაინც თქვენთან მოვალი ბოლოს იმიტომ რომ თავის დროს ეს ჯიხურები იმიტომ იყო ჩადგმული იქ იგივე ლურჯი ზოლებით ნატურალური წვენები 2018 წელი მანამდე იყო სუვენირები რომ ხალხი მაინც გამოდიოდა თავის ნაკეთებს იმაშებოდა ყიდი და ხეხილს ყიდიდა და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღეს რომ მოდი ეს უფრო ლამაზ ჩარჩოში ჩავაყენოთ იმიტომ რომ უფრო ფორმა მიიღოს ისეთი იჯარები დაგვაწესეს პირდაპირ წესით მე აუქციონზე გადავიდა ეს ასეთი ტიპის ის იყო რა ქვია და ეხლა საერთოდ არაფერზე და ეს ხალხი ხვალდას ეგ როგორც კი მიუხვდებით რომ ნახე კიდე რაღაც სამითო თამაშის რეჟიმში ვართ ნერვების თამაშის რეჟიმი უბრალოდ ამას და როგორც კი მიუხვდებით რომ საერთოდ გაგვაგდეს ეს ხალხი აბსოლუტურად ყველა მოვლად ისევ აქ ტურისტული ქალაქი, აი სადაც თქვენ უფრო ახლა მოგზაურობთ და თქვენ უფრო იცით რომ ტურისტულ ქვეყნებში არის ესეთი რაღაცა, ხო? თუ კი არ მოგწონს რამე, ხო? ბოდიშზე დაი არ გამოიაროთ, უნდა დაათვალიეროთ. აი ნახე ერთხელ შენიშნავს მიცე, მეორე ხელ შენიშნავს მოწე. შეთანხმებით. ჩვენ ახლა იქ რომ ვზივართ, არ ვართ ისეთი ხალხი რომ ვინმეს ან რაღაცა არ გავესწო, პირიქით გვიხარია რომ დაგინახავ. ახლა თამის რატო ვთქვი, პატარიძე რო გამოიარდა ხო ფეხზე უდგებოდა გვიხაროდა და როგვეთყოდა როგორ ბრძანებ ხალხისთვის მეტი კი არაფერი არ არის ურთიერთობა არის ჩვენ შორის და არა სამი თვე გელოდოთ მე კარებთან თქვენ მიმიღებ თუ არ მემიღებ თქვენ ვალდებულება გაკისრიათ რომ მიმიღოთ და პასუხი გამცეთ ცოტა უხეშად გამომდის მაგრამ უკვე ამოვიდა სამი თვეა დავდივართ ამ ამბავს სამი თვეა ბანკს საბოლოოდ მაინც თქვენ იღებთ და იმიტომ და მინდა რომ აი თქვენ პირადად თქვენ ხო მოხდები აი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრი პარლამენტის იმდენი ხართ ერთმა ორმა რო შეგვაწიოთ რომ ამ ხალხს რა უყურთ ამ გაჭრებულ ხალხს რა უყურთ ეს წესრიგში ორივე ცოლქმარი ქუჩაში ვიყავით გამოსული და ქმარი ერთ კვირაში მომაყოლეს რომ ესეც აუშნოებს იმასო რა ქვია ადგილსო და რა ვქნათ ახლა ეს საბანკო კარგი მე მოვითმინე საბანკო ვალდებულება ითმეს აი საგადასახადოება ითმეს არ ითმეს და ამიტომ აუწიეთ ცოტა ხმა ამიტომ მოვედით აქ თუ გაგაგონოთ ჩვენი ხმა საბოლოოდ ეხლა არ შეიძლება რომ ჩვენ თუ მანამდე არ მე ვსაუბრობ ეხლა კომიტეტის ფორმატის პარალელში ეხლა ვინაიდან სტომა მინეროს და ეს იყო ზურაბ ჭურკოიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეებმა ახლა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გადავლენ თუ არა ბათუმის მერიასთან. მათ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსისგან, ზურაბ ჭურკოიძისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მერი ელოდება მათთან შეხვედრას, თუმცა ზურაბ ჭურკოიძე ვერ უთხრა ამ ადამიანებს კონკრეტულად რაიმე შეთავაზება აქვს მერს მათთან თუ ისევ უნდა უთხრას, რომ ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ვერ მიაწოდა და ახლა უნდა გადაწყვიტონ გადავლენ თუ არა ბათუმის მერიასთან. აპირებთ რომ გადახვიდეთ ბათუმის მერიასთან? ვაპირებთ. ჩვენი ახლა აიხანი გავჩერდით უკვე ჩვენ. ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა და ეხლა უკვე დროს სეზონიც მოვიდა. ხო? ამ სეზონს ველოდებით ხალხი. რაიმე კონკრეტული წინადადება რომ აი ასეთი ვიზუალი გვინდა ამ შემთხვევაში რა გითხრა დეკანაძე ვერ დავიმახსოვრე მაგას აი იმან გითხრა რომ მე ისაო ითამაშეთ ოღერო ბულვარშიო გოგებაშვილი რა მანდამაინც გოგებაშვილი იმიტომ გვინდა ჩვენ რომ იჯერ ტურისტული ზონა არის გოგებაშვილი იქ ბულვარში ვინ შეგიყო შეაფასებია ტუალეტი რომ 100.000 გადაახტება ჩემო კარგო ფასრო თავი დაანებო რა მომენტი მინდეც იქაც ხომ ბულვარში აიღეს ეს ხალხი ანუ გოგებაშვილის ხალხს რომ იქეთ გვამისამართებს იქაც აღებულია ჯიხურები ბულვარშიც აღებულია ჯიხურები ანუ იქ უკვე არის ადამიანები ვინც მუშაობენ წლების განმავლობაში ანუ ეგ ალტერნატივაც ახლა ეს უფრო მოსაშორებელი რომ მაგაზე ახლა გვიხარ რომ ეხლა ბულვარში გათამაშდება და შედით იმ ბულვარში მთელი ბულვარია გაწმენდილი იქ უკვე ხალხი წლები ისეც მუშაობდა ანუ რა გამოდის რომ მივიდე და ვინც ახლა ჩემსავით ჯიხურს ელოდება იმას წავართვა პირიდან ლუკმა ჯერ არც იქნება ახლა სულ ხუთი იქნება ხუთი ჯიხური არის გათვლილი თუ 7 და ამდენი
ადამიანი ვართ, ისადა ხა სხვის ადგილზე ხა რო გვიშვებს ერჯიხო და შევეციოთ თუ რა გავაკეთოთ ხა ძალიან უხეშად ვიტყვი. ეხა იგივეა რომ მარტო გოგებაშვილი რო დაეტოვებინა თელი ბათუმი იყო და ბათუმის გოგებაშვილზე ყველა განათავსონ ეხა იმ ბოლოში აღიწლები მოშინა ეს მართლა მოსაშორებელი მადლობა. როგორც გავიგეთ, მიიღეს გადაწყვეტილება რომ გადავლენ ბათუმის მერიასთან და მათ ექნებათ შეხვედრა გიორგი ცინცაძესთან, ბათუმის მერთან. მე ახლა დროებით დაგემშვიდობებით, შეხვდება თუ არა ნამდვილად მათ ბათუმის მერი და რა წინადადება აქვს ამ მოქალაქეებთან მერიას, ამაზე ისევ შემოგერთებით, მოგვიანებით. ბათუმელები ჯიზე ნახავთ ამ ინფორმაციას. ახლა დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ.